რუსთავიორის გენერალური დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ საზოგადოების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები. დღეს გაკეთებული კომენტარების მიხედვით ტელევიზიის ხელმძღვანელის დაკავება ბადრეს მედიაზე ზეწოლის ეჭვს და არ იყო აუცილებლობა გვარამიას მიმართ საპატიმრო ღონისძიებები გამოეყენებინათ. დაკავება ცდილობს ვაფას ადამიანებს ვაპატიმრებენ არ მოსწონს ძალიან და ითხოვეს ახლა ტელეკომპანიის დირექტორს ახლა ესმის რომ პირდაპირ ამას არავინ არ ამბობს რომ რუსთავიორის გამოხდება და სხვა იმაშია ეჭვმიტანილი სხვა დანაშაულში მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონი არის მაგის აუცილებლობა არც დაიმალებოდა ალბათ არცად და საჭიროა საკმარისი იქნება თავდებში მე ჩავიდი ჩემი თავდებში ჩემთვის ეს ბადოს ორო ეს ნიკა გვარამის რო არ ყოფილიყო ახლა რუსთავიორში არ ვიცი რა ამდენ დასე აქტიურად გაიხსენებენ მის ძველი მას საქმიანობას ეს მე არ ვიცი იმ ცვლილებებისთვისაც არჩევნებში ხალხმა მისცა ხმა დღევანდელ მმართველ პარტიას ამ ცვლილებებისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა ჩემის აზრით არაეფექტურია და მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ტელევიზიის ხელმძღვანელს. Რა თქმა უნდა, ტელევიზიის ხელმძღვანელის დაკავება, მაშინ როდესაც არ გარბის თანამშრომლობს, ეს არის რა თქმა უნდა ზეწოლა. ირიბი თუ პირდაპირ ეს არის ზეწოლა. მოდით ნუ შევხედოთ მარტო რუსთავიორის თვალით ამ ყველაფერს. ჩემის აზრით, რაც მოხდა არჩევნები, ორი ტელევიზია ძალიან კაფეოდ გამოიკვეთა, იჭერდა ძალიან ობიექტურ პოზიციას. ეს იყო მეცხრე არხი და ეს იყო რუსთავიორი. ჩემის აზრით, სადაც ორივე მხარის თითქოს ნიუსები ნორმალურად შუქდებოდა. ერთგანაც და მეორეგანაც კახაბექაურიც განთავისუფლებულია, აქ დაჭერილია ნიკა გვარამი, ასე რომ მე ფაქტებს ვლაპარაკობ და დანარჩენი მაყურებელმა გადაწყვიტოს. ბატონი გვარამია დააკავეს როგორც ვთქვათ, კერძო კომპანიის და კერძო დარღვევებისთვის თუ მხოლოდ იმისთვის, რომ კერძო კომპანიის და გავლენა ტელეკომპანიის დირექტორი აი აქ არის სხვა არის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამაში არის პრობლემა. აქ მთავარი პრობლემა ასე ისმის შემდგომ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შენარჩუნება, მისი გავლენა საზოგადოებაზე თავისუფალია, როგორც ვთქვათ, არასასიამოვნო იყოს ეს აზრი საზოგადოების ამას თუ ნაწილისათვის თუ ის რომ ამ დაჭერამ გამოიწვიოს ნევროზულობა, დაძაბულობა, კიდევ მეტი უფრო დისკომფორტი და ეს თითქოს ერთ წელზე დავტრიალდეთ ისე. ნახე, აქ ერთადერთი ბრალდება ეს არის, რომ საკონსულტაციო მომსახურების ფულს გამოძიება უწოდებს ქრთამს. რა ვიცი, ეს ნებისმიერ საკონსულტაციო მომსახურება შეიძლება გაიყვანოს ქრთამში. რუსთავთან კავშირზე რა იქნება მიღებული? ანუ ახლა თავისთავად იმისი თქმა, რომ ეს პირდაპირ შეიძლება რა თქმა უნდა ეს ივარაუდო, იმიტომ რომ რუსთავიორი დღეს არის ოპოზიციური ტელევიზია, შეიძლება ეს ივარაუდო, მაგრამ ნახოთ რა ნაბიჯები მოყოლა რუსთავიორის მიმართ თვითონ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ სწავლობთ ამ საქმეს და ვფიქრობთ, რომ შეიძლება დაახკვეთეს ღონისძიების სახით, თუნდაც არ გამოყენებულიყო პატიმრობა რუსთავიორის გენერალური დირექტორის მიმართ. ის კითხვები, რაც ამჟამად არსებობს გამოძიებას, ეს ცალკე საგანია, თუმცა რა ფორმით ხდება გამოძიების მიმდინარეობა, ეს კიდე სხვა საკითხია. მე ჯერ ვერ გავიგე კონკრეტულად თუ როგორ მოხდა ეს დაკავება და რას ეხება. გავეცანი იმ ინფორმაციას, რომელიც იყო მედიით, ჯერ კიდევ მიჭირს კომენტარის გაკეთება, თუმცა საერთო ჯამში მაინც შეშფოთებული ვარ, როცა ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს აკავებენ. ჩემის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სერიოზულად უნდა შეისწავლონ ეს საკითხი. როდესაც ხდება კერძო ტელეკომპანიის დირექტორის დაკავება, რა თქმა უნდა, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეს აღიქმებოდეს როგორც პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მედია საშუალებაზე. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც სამართალდამცავი ორგანოები აკავებენ ტელევიზიის ხელმძღვანელს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში რუსთავიორის დირექტორს. რა თქმა უნდა, ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია, უნდა იყოს მაქსიმალურად დამაჯერებელი, საზოგადოებას არ უნდა უჩნდებოდეს ეჭვი. ეს სასწრაფო წესით დაკავება ადამიანისა, ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის ამ შემთხვევაში აღძრავს მართლაც ეჭვებს, რომ შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირად მედია საშუალებებზე ზეწოლის მცდელობა. რაღაცნაირად იქნება შთაბეჭდილება, რომ აი ქართულ მედია ლანდშაფტში მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, გადანაწილება, მიმდინარეობს ცვლილებები და ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ჩვენ როგორც საზოგადოება აღმოჩნდეთ არაინფორმირებული საზოგადოება, თუ კი დავუშვათ ყველა მედია საშუალება მონოპოლიზირებული იქნება ერთი პარტიის მიერ. ბუნებრივია მოქმედი ტელევიზიის მოქმედი დირექტორის დაკავება, ეს არის ისეთივე რყევის მომტანი და ისეთივე, ვთქვათ, ძალიან გაუგებარი
ამბავი, როგორც იყო დაახლოებით შეგვიძლია პარალელი გავუდგოთ კალანდაძის დაკავებასთან. საბოლოო ჯამში ამან არაფერი არ მოუტანა საქართველოს არც იმ თვალსაზრისით, რომ სამართლიანობის განცდა მოიმატა ქვეყანაში. შიგნით გააჩინა მე ვფიქრობ ბევრად მეტი კითხვის ნიშანი თუ რა მეთოდებით და რა ამოცანებით მოქმედებს ეს მთავრობა, იგივე მათივე მხარდაჭერებში. ყოველთვის არსებობს ეჭვი, როდესაც ხდება კონკრეტული ტელეკომპანიის ან ჟურნალისტად ხელმძღვანელის ან ჟურნალისტის დაკავება, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს მის საქმიანობას ტელეკომპანიაში. სახელმწიფო და ხელისუფლება ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მათ უწევთ სერიოზული და დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა საზოგადოებისათვის.